კარგად მახსოვს დედას სააღდგომო სამზადისი, პასკების ცხობის საკმაოდ შრომატევადი პროცესი. გადავწყვიტე ეს ტრადიცია მე გამეგრძელებინა, მაგრამ ბევრად მარტივი ვერსიით. მოვიმარაგე საჭირო ინგრედიენტები და არჩევანი შევაჩერე ჯეოს სანელებლებზე. ჯერ გავააქტიურე საფუარი თბილ რძესთან, ქვილთან და შაქართან ერთად. კარაქი შევურიე რძეს და გავადნე. თასში გადავიტანე კვერცხი და შაქარი და ვთქვიფე გათეთრებამდე. მიღებულ მასას დავუმატე გააქტიურებული საფუარი, გამდნარი კარაქისა და რძის ნარევი, ასევე არაჟანი. გავამზადე სანელებლების ნაყენიც, ჯეოს დარიჩინს, მიხაკს, ილს, ჯავსა და შაფრანს დავუმატე კონიაკი და შევურიე დანარჩენ ინგრედიენტებს. ქვილი ვამატე ეტაპობრივად და მივიღე ნაზი ცომი. შემდეგ კი გავაჩერე სითბოში 2 საათით. როგორც კი ამოვიდა, ჩავზილე და გადავიტანე სამუშაო მაგიდაზე. ცომი გავაბრტყელე ზეთის დახმარებით, მივიღე საკმაოდ ნაზი და დამყოლი ცომი, რომელიც ხელს არ ეკვრის. მე მიყვარს ფერადი და არომატებით სავსე პასკა, ამიტომ დავუმატე ჯეოს ცუკატები და ცოტა ოდენი მომჟავო შტოშის ჩირი. ცომი გადავზილე კიდევ კარგად, გავაკეთე გუნდები და გადავიტანე ფორმებში. გადავაფარე და გავაჩერე სითბოში გაორმაგებამდე. შემდეგ უკვე გადავიტანე წინასწარ გახურებულ ხუმელში და ვაცხვე 160 გრადუსზე 1 საათით. დარწმუნებული ვარ თქვენც ჩემსავით მარტივად გამოგივათ. მთავარია მიჰყვეთ პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ.